ამერიკაში ოქროს ხანა იწყება. საპრეზიდენტო ოფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტმა ამერიკელებს შტატებისთვის დიდების დაბრუნების პირობა კიდევ ერთხელ მისცა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და მისი ადმინისტრაცია ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს, ქვეყანას სუვერენიტეტს დაუბრუნებს და უსაფრთხოებას აღადგენს. საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბაიდენის მთავრობა. ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე კი ხელი მოაწერა ასამდე განკარგულებას. ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას. ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ტრამპის ადმინისტრაციის ყოველ დღეს ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე. ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავრობა დგას ნდობის კრიზისის წინაშე. წლების განმავლობაში რადიკალურმა და კორუმპირებულმა ბიუროკრატიამ ძალაუფლება და სიმდიდრე წაართვა ჩვენს მოქალაქეებს. მაშინ, როცა ჩვენი საზოგადოების საყრდენი მოშლილი და ერთი შეხედვით არასრულყოფილი იყო, ჩვენ მყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და მავდროულად ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ. ჩვენ მყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს დაიცვას ამერიკის საზღვრები, ან უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ხალხი. ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ და რაც მთავარია ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. იწყება საღი აზრის რევოლუცია. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი, ქალი და კაცი.